ყობა ვაჭარაძის დაახლოებით 3 საათიანი დაკითხვა დასრულებულია. ეს არის მოწმე, რომელიც გიორგი მიქაძის დაცვის წევრი 25 წლის განმავლობაში იყო და პრაქტიკულად ყოველთვის გადაადგილდებოდა მასთან ერთად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, მასთან არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა, მათ შორის იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგი მიქაძე სასტუმრო თაუერში იმყოფებოდა და სწორედ ამ მომენტში ის ხვდებოდა ჯოხაძეს, ვისთან ერთადაც გეგმავდა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობას. მოწმემ გამორიცხა, რომ თაუერში იმყოფებოდა გიორგი მიქაძე, თუმცა შემდეგ დამაზუსტებელ კითხვებზე პროკურორის მხრიდან იყო თუ არა რამდენჯერმე მაინც ესეთი შემთხვევა, როდესაც დაცვის წევრების გარეშე გადაადგილდებოდა გიორგი მიქაძე და მათ არ უმხელდა ინფორმაციას იმის შესახებ, სად იმყოფებოდა. მოწმემ თქვა, რომ დიახ, ასეთი შემთხვევები არსებობდა და დადასტურებით მას არაფრის თქმა შეუძლია. ასევე ბევრი კითხვა დაისვა გიორგი მიქაძის მანქანასთან დაკავშირებით. კადრი, რომელიც აქვს პროკურატურას საქმეში ჩადებული, ამ კადრში ჩანს ლექსუსის ტიპის ჯიპი და სწორედ აი ეს ჯიპი რამდენად ეკუთვნოდა გიორგი მიქაძეს ან მის ახლო გარემოცვას, ან რამდენად იყო შესაძლებელი, რომ აი ამ მანქანაში სწორედ გიორგი მიქაძე მჭდარიყო. ამ თემის გარშემო დაისვა არაერთი კითხვა. რა თქვა მოწმემ, ამის ამონარიდი სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. 28 ოქტომბერს გამოკითხა. შეკითხვაზე გარდა Toyota Camry-ის მარკის ავტომობილსა ხომ არ გადაადგილდებოდა გიორგი მიქაძის სხვა ავტომობილი, მაგალითად ჯიპის ტიპის ავტომობილი. პასუხი არის გიორგი მიქაძის საკუთრებაში ჯიპის ავტომობილი აღწევი არასდროს, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯიპი ერთადერთი Lexus-ი მახსენდება, თუმცა ვის საკუთრებაში იყო აღნიშნული ავტომობილი არ ვიცი. მახსენდება ჯიპი, Lexus-ი გიორგი მიქაძის და რა? ჯიპი არასაკუთრებია. და თუ მიზარია მის სამეგობროში ვინმე ხავს ჯიპი ისეთი ლექსუსი რა ვიცი ვარაუდით რომ შეიძლება ყოფილიყოს მას ლექსუსი სამეგობროში და თქვენ უშუალოდ გიორგი მიქაძე აგინახავთ ჯიპში და როდესაც თქვენ ისვენები ამ დროს რადგან გიორგი სახლში იყო მეგობრებთან გასულა მეგობრებთან მაშინ დაცვა აღიდებოდა ხომ ესეთ პირადი ამ საქმეა რომელიც პარლამენტში რასული სპეციალურად რადგან გიორგის შორის კონტაქტი როგორი დაგვრიცხა ადრე ამ ბოლოს ახლა მედაგიობის საფრანგელი რაცია. ყოველ ინფორმაციას ამ ინფორმაციას პროდუქტორ ბატონ გიორგი პრეზიდენტში ნამყოფი სასწავლებლებში. გამოიცხადა რომ მარტო ისეთ შეკვეთებზე თუ მაგას გულისხმობთ ამართობდი. ამასადორში თავსაცები ნამყოფი სასწავლებლებში. შეკვეთაზე არა, სუნამოვიდი და ერთხელ გარემოს. პირად შეხვედრებზე სადაც და ყველაფერს გეუბნებოდა, შესაძლებელია კონკრეტულად ისეთი შეხვედრა, რომელიც თქვენ არ ვცოდნით. განსაკუთრებული არა. მე გეუბნები იმას, ითქვას რომ გურჩევნოთ ესეთ შეხვედრაზე თუ იქნებოდა მეტყვა და უცილო. ბოლო ერთი წელი ალბათო რაციით უკავშირდებოდი გიორგი მიქაძე. რაციით იყო კავშირი. ბოლო ერთ წლამდე რითი უკავშირდებოდი. როცა ხაუნძებიც და რა ინფორმაციას მიაწოდებ, ხო რეალობა უხარ. როცა თქვენი დაცვა აღარ ფუნქციონირდა დაცვა, უბრალოდ აღარ იყო დაცვა. მაინც რაციით ეხმენებოდი? გიორგი მიქაძე. აბა ტელეფონი. აბა აღარ ეხმენებოდი? დადიოდა თუ არა გიორგი მიქაძე სასტუმრო თაუერში, იქ სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იგეგმებოდა გამოძიების ვერსიით, დღეს მოწმემ ვერაფერი თქვა და დაადასტურა, თუმცა მან 80%-ით დაადასტურა ის გარემოება, რომ თაუერში კადრებში, სადაც დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე ხვდებიან გამოძიების ვერსიით ერთმანეთს, სწორედ დავით მიქაძეა ასახული. ამაზე აპელირებს დღეს ბრალდების მხარე, ამბობს, რომ ის გარემოება, რაც თვეების განმავლობაში იყო, სადაო დღეს დაცვის მხარის მოწმემ დაადასტურა პირმა, რომელიც 25 წელზე მეტია დავით მიქაძეს იცნობდა და წესით მისი ამოცნობა არ უნდა გასჭირვებოდა. დღევანდელ პროცესზე ასევე უნდა დაკითხულიყო კიდევ ერთი მოწმე, ეს არის მჟავდებული სანდრო წივწივაძე, რომელსაც 9 წელი აქვს მისჯილი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე, რომელიც ამ საქმის გამოყოფილი ეპიზოდია, თუმცა სანდრო წივწივაძე მუარი თქვა ხდომათა დარბაზში გამოცხადებაზე, ამიტომ დაცვის მხარე მიშუამდგომლა და მას შემდეგ პროცესზე იძულების წესით მოიყვანენ. ამ ჩანაწერებიდან სადაო თუ რამე იყო, არის ის გიორგი მიქაძე იმყოფებოდა თუ არა სასტუმრო თბილისი თაუერში. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა მოწმესთან შეკითხვები, გაჩერებულ მანქანასთან დაკავშირებით, რაც სასტუმროს კადრში ჩნდება, მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ასეთი მანქანით გიორგი მიქაძე არ გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ სასტუმრო თაუერში გიორგი მიქაძე ამ მანქანით იმყოფებოდა, დღეს კიდევ ერთხელ
აბათილდა. დღეს დაცვის მხარემ ბრალდების მხარისგან მოითხოვა შემდეგ სხდომაზე წარმოდგენილი ყოფილიყო ნივთკიცება, ეს გახლავთ სასტუმრო თბილისი თაუერის DVR-ები და ვინჩესტერები, რომელზეც ჩაწერილია გამოძიების ინფორმაციის ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც წარმოდგენილია მტკიცებულებად საქმეში. ჩვენ ამ DVR-ებს და ვინჩესტერების გახსნას ვითხოვდით მისი შინაარსიდან გამომდინარე. ჩვენს მიერ გამოძახებული იქნა სანდრო წივწივაძე, მოწმეთ უნდა დაკითხულიყო სასამართლოს ხომაზე, გაუგებარი მიზეზით მან განაცხადა უარი სასამართლოს ხომაზე დაკითხვაზე. აქედან გამომდინარე დაცვის მხარემ გამოვიყენეთ კანონით მონიჭებული ჩვენი უფლება ვიშუამდგომლეთ მოწმის იძულებით მოყვანაზე, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ასე რომ შემდეგ პროცესზე სანდრო წივწივაძეს წარმოადგენენ იძულებით და თავის პოზიციას დააფიქსირებს სასამართლოს ხომაზე თუ რატომ თქვა უარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაცვის მხარე აპელირებდა, რომ თაუერის კადრებში, ამ შემთხვევაში დავით მიხაძე არ ჩანს და ამაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზაც დანიშნეს, რომ არასაკმარისია ხილვადობა და დავით მიხაძე როგორ ამოიცნო გოგა კაკულიამ, რომელიც მოწმეს სახით დაიკითხა. დღეს დავით იმას კობა ვაჭარაძეს დაუსვი შეკითხვა და მან დაადასტურა, რომ ეს იყო დავით მიხაძე. ანუ მათივე მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიხაძე იყო თაუერში. ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ორგანიზატორების ეპიზოდში სასამართლო მსჯელობას 27 მარტს გააგრძელებს. ამ სასამართლო პროცესზე ისევ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება და სანდრო წივწივაძესთან ერთად სხდომათა დარბაზში ვიხილავთ კიდევ 2 მოწმეს, ესენი იქნებიან ექსპერტები.